ეხლა კიდევ ერთხელ აგიხსნით, რას ემსახურება რუსეთში ინტერნეტის გათიშვა. ადრე ბევრჯერ მისაუბრია ამაზე და ეხლა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეხლა იმიტომ გახსენებთ, რომ ადრე რო ამბობდი, რომ ინტერნეტს გათიშავენ, სოციალურ ქსელებს გათიშავენ, მარტო სამთავრობო არხები იქნება თქო, როცა ვსაუბრობდი, მაშინ ჯერ წინასწარმეტყველების ფორმა ქონდა მაგას, ესე ვთქვათ, ეს ჩემი წინასწარმეტყველება კი არ არის, ბევრი ბლოგერი საუბრობდა ამაზე და ეს ცნობილი იყო რა. უბრალოდ ეხლა კიდევ, რადგან ეს მოვლენები უკვე მოხდა და ხდება და იწყებს ამუშავებას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს აპოკალიფსთან, ანუ ხალხის ტოტალურ კონტროლთან რა შუაში არის. მობილური ინტერნეტის გათიშვა რატომ ჭირდება მთავრობებს? იმიტომ რომ მობილური ინტერნეტი როდესაც აქვთ ადამიანებს, მათ შეუძლიათ ნებისმიერი პლატფორმიდან, აი TikTok-იდან, Facebook-იდან, YouTube-იდან ჩართონ პირდაპირ ეთერი. ანუ ნებისმიერი ადგილიდან, ბუნებიდან, სადღაც მთიდან, ტყიდან, ღრიდან, რა ვიცი, მდინარიდან, ყველგან, სადაც იჭერს ტელეფონი და ინტერნეტი, შეუძლიათ ჩართონ პირდაპირ ეთერი. ანუ მობილური ინტერნეტს რო თიშავენ ახლა რუსეთში, იქნება მარტო Wi-Fi-ის ინტერნეტი და იქ რაღაცა სხვანაირად კიდე პლუს. მაშინ ისმის კითხვა, სანამ პასუხს ბოლომდე გავცემ, მაშინ რაღაცე შემოიტანეს ეს smartphone-ები, რატომ განავითარეს ეს აპლიკაციები და რისთვის ჭირდებოდათო. ეს ყველაფერი ჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეს ჩვენი ტელეფონები და smartphone-ები გადაქცეულიყო ერთგვარ ჩიპებად რა, ანუ ის ჩიპი რაც უნდა ჩაედგა თქვათ ორგანიზმში, ისიც იქნება იმასაც ჩადგავენ, მაგრამ ანუ ოფიციალურად ციფრული საბუთები ყველაფერი რომ ყოფილიყო აქ, ანუ ყველაფრის გაციფრულების შემთხვევაში AUTH ფორმატზე, Xerox-ის AUTH ფორმატზე ხო ვერ დაბეჭდავდი რაღაცას, ანუ საბუთებს, ანუ გაციფრულების შემთხვევაში საჭირო არის ესე ვთქვათ მოწყობილობა, ანუ smartphone-ი, სადაც იქნება შენი ციფრული პასპორტი, იქ ციფრული სამედიცინო ბარათი, პირადობა, მართვის მოწმობა, ყველაფერი ერთად. ამიტომ შესვეს მთელი კაცობრიობა ამ smartphone-ებზე დამოკიდებულებაზე, რათა ეხლა შემდგომ ეს რაც აღარ ჭირდებათ უკვე ეს თავისუფლება ინტერნეტის გამოაცალონ, ანუ ხალხს აღარ შეეძლოს ყველა წერტილიდან და ლოკაციიდან პირდაპირ ეთერის ჩართვა ან რაღაცების დაპოსტება. შემდგომ ოპოზიციურ არხებს გააქრობენ რუსეთში სადაც გამქრალია და საქართველოშიც, ანუ რაც ხდება ამ ინტერნეტთან დაკავშირებით რუსეთში, ანალოგიური მოხდება აქაც საქართველოშიც და ეს ემსახურება იმას, რომ ვინც მომავალში ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებს, ვინც არ მიიღებს, გახიზნულები ვინც იქნებიან სოფლებში და ასე შემდგომ, აღარ ექნებათ კომუნიკაცია ადამიანებს ერთმანეთთან, რომ ერთმანეთს ხარში დაუდგნენ, პირდაპირ ეთერს ვერ ჩართავენ, ოპოზიციურ არხებს შველისთვის ვერ მიმართავენ და დრონებით და კვადროდრონებით და ტერმინატორებით მოხდება ჯგუფებად ლიკვიდაცია ხალხის. პირდაპირ სოფლებს ჩახოცავენ პირდაპირ რეგიონებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვინც